მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია მარიამ მიქაუტაძე, ჩემი თანაწამყვანი როგორც ყოველთვის გახლავს ქალბატონი სოფიო ჭედია, ჩვენი სტუმარი კი არის ბატონი ლევან ფერაძე, რომელიც არის New Hospital's ბავშვთა განყოფილების ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. უდიდესი მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. მოგესალმებით ლევან, დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სასაუბროთ. როგორც ვიცით, პედიატრია და ზოგადად ბავშვები სირგლივ ძალიან დიდი ინტერესი ტრიალებს სამედიცინო მიმართულებით. ჩვენი მთავარი დღევანდელი თემა არის მუცლის გადაუდებელი ოპერაციები. რატომ ითვლება ზოგადად ეს ესეთ გადაუდებელ პრობლემად და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დაუშვათ ბავშვს არ აქვს მხოლოდ მუცლის ტკივილი და მას სჭირდება გადაუდებლად საავადმყოფოში გადაყვანა? კი ბატონო, ჩვენ ქირურგები ამას ვეძახით წყალმუცელს. წყალმუცელი ცოტა ფართო მცნებაა და რამდენიმე სიტყვით რო ვთქვა, ეს მოიცავს ყველა მუცლის პათოლოგიას ბავშვებში, რომელსაც ჭირდება ოპერაციული ჩარევა. ეხლა რა თქმა უნდა, ესეთი დაავადებები ძალიან ბევრია, მაგრამ მოდი ჩვენ სიხშირის მიხედვით ვილაპარაკოთ და პირველ რიგში არის მწვავე აპენდიციტი, რომელიც ზოგადად ბავშვთა ქირურგიაში ჩატარებული ოპერაციების 20-დან 30% შეადგენს პრაქტიკულად ყველგან ჩვენთანაც და საზოგადოებაც, ხო? სამწუხარო ერთი ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ადამიანები ინფორმირებულები არიან, დედაქალაქშიც კი მე რაიონებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ხშირია მწვავე აპენდიციტის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, დაგვიანებული ჩარევა და შორსასრული შემთხვევები, ამ შემთხვევაში ნიშნავს პერიტონიტს, ხო? რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა თავისთავად, ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და გამოსავალის გაცილებით უფრო ცუდია ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივი აპენდიციტის გაკეთების დროს. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ მშობლები უკეთებენ ხშირ შემთხვევაში ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მეზობლის ნათქვამს, ბებიას ნათქვამს. სამწუხაროდ. ხო და ხოლო ამის შემდეგ, როცა ბავშვის მდგომარეობა თვალსაჩინოდ მძიმდება, ხოლო მაშინ მოდიან კლინიკაში. არა და დღეს არის საშუალება, რომ სულ რაღაც 9 საათში შენი საცხოვრებელი ადგილიდან კლინიკას მიმართო და მიიღო კვალიფიციური დახმარება. ერთი კიდევ, მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე, როცა ეთერში ვარ, როცა დაუშვათ სტატიას ვწერთ, რომ თითქოს უბრალოდ манипуляციას კი ხო, მაგალითად ოყნის გაკეთება. გონიათ რომ ეს სახში ასვევ შესაძლებელია და მართლაც შესაძლებელია ეს სახში, თუ ბავშვი არაფერი არ აწუხებს, პატარა ყაბზობაა და ასე შემდეგ. მაგრამ მუცლის პათოლოგიების დროს ოყნის გაკეთებაც კი არის ისეთი манипуляცია, რომელიც უნდა ჩატარდეს სტაციონარის პირობებში და ჩაატაროს ადამიანმა, რომელიც ამის კვალიფიკაცია აქვს. იმიტომ რომ მაგ დროს ნიშნობა აქვს რაოდენობას წყლისას, ნიშნობა აქვს იმას რას ასხავ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ წყალს ჩვენ არ ვასხავთ ხოლმე და გაგიკვირდება და გეტყვით, რომ აი ჩვეულებრივ წყლით, ონკანის წყლით ოყნის გაკეთება შეიძლება რეგიდრატაცია გამოიწვიოს და თავისუფლად შეშუპება გამოიწვიოს თავისუფლად, ხო? ანუ ნიშნობა აქვს რაოდენობას, ნიშნობა აქვს წყლის ტემპერატურას, ნიშნობა აქვს თვითონ სითხეს, რა სითხით ვაკეთებთ. ჩვეულებრივად სტაციონარში ეს კეთება ფიზიოლოგიური ხსნარით. გარკვეული ტემპერატურის და გარკვეული რაოდენობის ასაკი და წონის მიხედვით გათვალისწინებთ. ეს იმიტომ მოვიყვანა, რომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა რა. მშობლები ხშირად კითხულობენ, აი როდის უნდა მივიყვანოთ იგივე მწვავე აპენდიციტის დროს ბავშვი სტაციონარში, არ როდის გამოვიძახოთ სასწავლო და ასე შემდეგ. მაგაზე ყველაზე მოკლე პასუხი არის ასეთი. თუ უკანასკნელი 2 საათის განმავლობაში ბავშვს ტკივა მუცელი, ანუ ნათელი პერიოდების გარეშე და ეს ტკივილი საბოლოო ჯამში თავს იყრის მარჯვენა თეზოს ფოსოსთან, მეტის დაცდას აქ აზრი არ აქვს ბავშვი. ეს არნიშნავს, რომ მაინდა-მაინც აპენდიციტი აქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბავშვი უნდა მოხვდეს სტაციონარში. ანუ მუდმივი ხასიათის თუნდაც ყრუ ტკივილი ნათელი პერიოდების გარდა და არაპროვოცირებული, ანუ მაშინ კი არ ტკივა, როცა ხელს აჭერ. ხელის დაუჭერას და ბავშვი ტკივილი. ეხლა ამას თუ უფრო ფართოდ ეს შევთანხმდეთ იმაზე, რომ ესეთი ბავშვი ავტომატურად რაღაცა მინდა ჩაგერთოთ, აი ჩემი ბავშვობის პერიოდში თითქმის ყოველ მეორეს უკეთდებოდა აპენდიციტის ოპერაცია ბავშვის ნებისმიერი მუცლის ტკივილზე.
და ეხლა ვფიქრობთ და სამედიცინო საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არა მიზანმიმართულად, არასწორად იყო ეს აპენდიციტის ოპერაცია გაკეთებული. რადიოლოგიურმა კვლევებმა და ლაბორატორიულმა კვლევებმა შეამცირა თუ არა ეს რაოდენობა, ანუ მიზანმიმართულად უკეთდება თუ არა ბავშვს, ვისაც სჭირდება ნამდვილად ეს ოპერაცია. მოდით ესე იგი პასუხებთ რა. იმ კლინიკაში, სადაც არის პროფესიონალთა გუნდი და სადაც ადამიანებს აქვთ საშუალება გამოიყენონ ეს კვლევები, ძირითადში კეთდება ეს ოპერაციები მიზანმიმართულად. ზოგადად არავინ არ არის დაზღვეული მისგან, რომ დაუშვათ აპენდექტომია გააკეთა და იქ აპენდიცის მაგივრად სხვა დაავადება დახვდეს. მაგრამ სამწუხაროდ თბილისშიც, რაიონებშიც არის შემთხვევები, როცა ქირურგები ძალიან ხელაღებით აკეთებენ ოპერაციებს. ეხლაც. რა თქმა უნდა ნაკლები ის, მაგრამ ეხლაც აკეთებენ. ეს არ არის მაინდამაინც ფინანსური ინტერესთან დაკავშირებული, არის ელემენტარულად ექიმის შიში რაღაცა არ გამეპაროს. და არის ერთგვარი დამოკიდებულება, რომ აუტკივარი თავი არ ავიტკიო, მოდი გავაკეთებ და არაფერი არ დაშავდება. ეხლა იმაზე რომ რა მნიშვნელობა აქვს აპენდიქსოვის საუბრობთ, შორს აგვიყვანს მაგაზე საუბარი, ხო? ძალიან ბევრი მოსაზრება, ძალიან ბევრი თეორია არის მაგასთან დაკავშირებით. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ბავშვებში ყველაზე კაი ოპერაცია ის ოპერაცია, რომელსაც შეიძლება და არ გააკეთებ. რა თქმა უნდა. ხო? პატარებში გვაქვს საქმე. და რა თქმა უნდა ეს რადიოლოგიური კვლევების და დამატებითი საშუალებებს გვეხმარება დიაგნოზის დასმაში, განსაკუთრებით ჩვენ ბედნიერები ვართ ამით ჰოსპიტალის პირობებში, სადაც პრაქტიკულად ნებისმიერი კვლევა გვაქვს გჭირდება, თან ეს 24 საათიან რეჟიმში. და ეს ძალიან დიდი ფუფუნება, ესეთი ფუფუნება შეიძლება მართლა ევროპის ბევრ ქვეყანას არ კონდეს, რომ 24 საათიანი კვლევის საშუალება კონდეს. მე ვიცი შემთხვევები, რომ იგივე საფრანგეთში MRT კვლევას ადამიანები თვეობით ელოდებიან და თვეობით ვერ ღებულობენ ამ სერვისს. მიუხედავად კარგი დაზღვევის პაკეტისა. თუნდაც ერთი მაგალითი ავიღოთ, რომ ელემენტარულად ეკოსკოპიური კვლევაც კი ახლა აპენდიციტისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია ეს ძალიან დიდი ფუფუნება და მაგის თავს არ აძლევს ძალიან მდიდარი სახელმწიფოების, იმიტომ რომ საკმარისი არის დაუშვათ იგივე კვალიფიციური ეკოსკოპიური კვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს იქ აპენდიციტი არის თუ არა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ არაანთებად აპენდიქსად ფასდება აპენდიქსი, რომლის დიამეტრი არ არის 6 მმ-ზე მეტი, 6 მმ-ის შემდეგ უკვე ფასდება როგორც ანთებითი. და მაგას ძალიან ბევრი ეკოსკოპის და ძალიან ბევრი აპარატი ხედავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის სხვა მონაცემთან ერთად ექიმის თავში უნდა ჩამოყალიბდეს დიაგნოზი. მხოლოდ ეს მონაცემიც არ არის საკმარისი, დავუშვით ისევე როგორც არ არის საკმარისი თუნდაც ეგრეთ წოდებული პერიტონეურის სიმპტომატიკა, შოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომებს ვეძახით ჩვენ. ამას რა თქმა უნდა სისხლის ანალიზი ჭირდება, რომელიც ამ მომენტისთვის უნდა იყოს ანთებითი უხშირესად, მედიცინაში 100%-იან საერთოდ ვერ იდებით რამაზე ლაპარაკს. უნდა იყოს ანთებითი, უნდა იყოს გარკვეული ლეიკოციტების, ხარ ვარ დავტვირთოთ ტერმინებით, ხო? გარკვეული ლეიკოციტების სახეობის მკვეთრი მატება, ნეიტროფილოს ვეძახით ჩვენ ამას. და პლუს კლინიკური სურათი და დაავადების განვითარება, ხო? მე უფრო მინდა ეხა აქცენტი გავაკეთო იმაზე, როდის უნდა მოიყვანო და როდის შეიძლება ითქვას, რომ აპენდიციტი არის. რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი აქვს აპენდიციტის. პირველი ეგრეთ წოდებული კოხერის ნიშანია, ტკივილი იწყება ხშირად ეპიგასტრომის მიდამოში და ინაცვლებს მარჯვენა თეზოს ფოსოში. დროთა განმავლობაში რაღაც 1 საათნახევრის განმავლობაში ეს ტკივილი ხდება უკვე მუდმივი. რომელიც არ გადის, იმიტომ რომ იქ არის ანთებითი ორგანო, რომელიც გამსხვილებულია, მას აქვს თავის ბარორეცეპტორი და ვერც ერთ პოზიციაში ის ბავშვი ტკივილი, პერმანენტული ტკივილის გარეშე ვერ იქნება. ეგ ერთი ხო? ეს საკმაოდ მკვეთრი სიმპტომი არის, ჩემი აზრით. სიმპტომია კი. მუდმივი ტკივილი, მუდმივი ყრუტკივილი მარჯვენა თეზოს ფოსაში. შეიძლება ეს ტკივილის ინტენსივობა იყოს სხვადასხვა და კიდევ თვითონ ბავშვს ბარიერი აქვს სხვადასხვა ხოლმე ტკივილის გაძლების, მაგრამ მუდმივი ტკივილი თუნდაც ყოლო უნდა იყოს ყველა შემთხვევაში. და ეგეთ ბავშვს შეხედავ რომ შედიხარ ხო, არასოდეს არ წვანან მარცხენა გვერდზე.
ეგეც დამახასიათებია, იმიტომ რომ მარცხენა გვერდზე წოლის დროს აპენდიქსი ეკიდება, იჭიმება მისი რეცეპტორები და ეს მტკივნეული აპენდიქსი უფრო მტკივნეული ხდება, ხო? ძალიან ხშირია გულისრევის შეგრძნება, ძალიან ხშირია ღებინება, მათ შორის რაც მეტი დრო გადის, ინტოქსიკაცია უფრო იზრდება და ინტოქსიკაციის თანამგზავრი მოგეხსენებათ ღებინებაც არის. არის მომატებული ლეიკოციტოზი, რას რო გადის უფრო იმატებს, რა თქმა უნდა, არის მომატებული ანთების ფაქტორები, ეგრეთ წოდებული CRP და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა მე ხა ეს ოფოს მინდა უთხრა, ყველაზე კარგ მაჩვენებლად და ყველაზე კარგი ინსტრუმენტი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საშუალება არ იკვლევს, რჩება მაინც აპენდიციტის შემთხვევაში ქირურგის ხელი. ქირურგის ხელი, რომელიც უნდა გზნობდეს კუნთების რიგიდობას, უნდა გზნობდეს პერიტონეალურ მუცელს და, რა თქმა უნდა, გამოცდილება ქირურგის. აი ეგ სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფაქტორია, ვინაიდან ჩვენ ცხოვრობთ თანამედროვეობის ეპოქაში, თითქმის ყველა ექიმი მაინც დამოკიდებული გახდა რადიოლოგიურ კვლევებზე. ყველა თავის გადაზღვევის მიზნით მაინც ძალიან დიდი რაოდენობის რადიოლოგიურ კვლევას ნიშნავს. განსაკუთრებით საქართველოში, სხვათა შორის წეგან თქვენ ახსენეთ, სანამ შევიდოდით ეთერში, რომ განსხვავებით ევროპისგან და ამერიკისგან, საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისი არის სერიოზული ქვეყანაში, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი იკეთებს რადიოლოგიურ კვლევას. არა აქვს მნიშვნელობა, ჭირდებათ მას ეს თუ არ ჭირდებათ. თქვენ სად ხედავთ პრობლემას? არ არის ექიმი თავის თავში დარწმუნებული თუ აი ეს სიტყვაზე ვთქვათ, იგივე ძველებური მეთოდები ხელით გასინჯვის და ასე შემდეგ აღარ იციან კარგად თუ აი რაში არის ეს პრობლემა, რომ ამდენი რადიოლოგიური კვლევა კეთდება? მოდით ესე ვთქვათ, ხა იცით, მალ უნდა დაიცვა ოქროს სტანდარტი. ჩვენ ახლა თანამედროვე ყოფამ გვასწავლა ის, რომ ჩვენ არა მარტო უნდა უმკურნალოთ, არამედ უნდა უმკურნალოთ ოპტიმალურად. იმიტომ რომ ყველას გვეხება ბიუჯეტი, არის კონკრეტული ბიუჯეტი და ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ რა. იქ სადაც აუცილებელი ხდება, ხო, სიტყვაზე შენ ვერ სულ დიაგნოზს, შენ ვერ მიდიხარ ბოლომდე, თუმცა ეჭვი გაქვს რაღაც დაავადებაზე, იქ შეიძლება ჩართო და კი ყოფილა რომ კომპიუტერულ კვლევას გაუკეთებიათ აპენდიცისგან და განსაკუთრებით ეს ეხება კიდე 3-4 წლამდე ბავშვებს. თქვენ წარმოიდგინეთ, აპენდიციტი არის ახალშობილობაში ძალიან იშვიათად, მაგრამ არის 1 წლის ასაკში, 2 წლის ასაკში და რაც უფრო ახალგაზრდა არის აპენდიციტი. თუმცა იშვიათია ძალიან, 1-2-3%-ია ეს. მით უფრო რთული დიაგნოსტიკაა. მაგრამ ძირითადად მაინც ახლა ქირურგები ვინც არის და ვისაც დავუშვათ თუნდაც ახალგაზრდა ქირურგები და კარგი სკოლა გაიარეს, აპენდიციტი ისმეოდა და ისმევა ხელით. და ძალიან დიდი ფუფუნება და ძალიან არასწორიც არის ჩვენში რომ დარჩეს, რომ მოგეხსენებათ ახლა კომპიუტერი ტომოგრაფია არ არის მარტივი დატვირთვა რადიაციული თვალსაზრისით, ხო, მით უმეტეს ბავშვისთვის. აქ იმას გარკვეული შეზღუდვებიც. და რატომ უნდა გააკეთო იქ, სადაც შეიძლება დავუშვათ უფრო მარტივი გზით მიხვიდე დიაგნოზამდე. რაც შეეხება აპენექტომიას, ეს არის როგორც ჩემი მასალებლები იტყოდნენ ხოლმე ძალიან რთული და ძალიან იოლი ოპერაცია. თუ ეს აპენდიქსი არის ჩვეულებრივ მდებარეობით, ეს არის ძალიან მარტივი ოპერაცია და ამას ამით იწყებენ დაუშვათ რეზიდენტები და ახალდაწყებული ქირურგები ოპერაციის კეთებას, მაგრამ არის ატიპიური მდებარეობები, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ისეთი ატიპია არის ზოგჯერ, რომელიც ერთ-ერთი რთული ოპერაცია და მის გაკეთებას, კუჭის რეზექციის გაკეთება ჯობია დროში უფრო ადვილად გამოდის ხოლმე. ჩვენ დაკეთება როგორც ლაპარასკოპიული წესით, ისე ჩვეულებრივი წესით, გააჩნია სიტუაციას, როცა ატიპიური წესით არის ხო, ატიპიური მდებარეობაზე გვაქვს ეჭვი, იქ ფიქრობთ რომელი მეთოდი ჯობია და ვირჩევთ ხოლმე ერთ-ერთ მეთოდს, თუმცა დღემდე ორივე მეთოდით კეთდება. ხო, მე სიმპტომებზე ვლაპარაკობ და ერთიც მინდა გითხრათ, ძალიან დამახასიათებელი სიმპტომი არის აპენდიცის დროს ანორექსია. ყველაზე მჭამელი ბავშვებიც კი აპენდიცის დროს ჭამაზე ამბობენ უარს, როგორც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ. აი, ყველაზე მჭამელი ბავშვებიც კი, გორმოსელა ბავშვებს. უმადობას იწვევს, ხო? ანუ ესე იგი. იწვევს და კატეგორიულად უარს ამბობენ ჭამას. ეს რაც შეეხება აპენდიცის. შემდეგ რომ გადავიდეთ საზადულის თიაქარი. საზადულის თიაქარი თითქოს არ არის მოსაზღვროს პათოლოგია, მაგრამ თუ საზადულის თიაქარი ჩაიჭედა, მანდაც მნიშვნელოვანია, რომ საზადულის თიაქარი გაკეთდეს დროულად. ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებში არის ახლა ესე, რომ
თუ ახალშობილი გაჩნდა საზადურის დიაქარით და თუ მას რაიმე კონკრეტული უკუჩვენება არ აქვს, გაუკეთეთ ოპერაცია და ისე გამოუშვით სამშობლოს. ანუ წონა, მისი დაუშვათ ასაკი არ არის შეზღუდვა, რატო? იმიტომ რომ საზადურის დიაქარი არის ერთ-ერთი ისეთი დაავადება, რომელსაც მაღალი რისკი აქვს ჩაჭედის და მთლიანად არის დამოკიდებული მშობლის განათლებაზე და ყურადღებაზე. შეიძლება დაიმყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვი 2 დღე ტირის, მშობელი ვერ მეფლარ არის შესაქმე, ვერ დაუნახია და ამ ბავშვს მსუქანი ყოფილა და ის ჩაჭედილობა, გაამბერილობა, ეგრეთ წოდებული ვერ დაუნახია მშობელს. მიზეზს ვერ გაუგია. ბავშვი ღებინება ეწყება და აი ღებინება რო ეწყება ბავშვს, ეს არის უკვე გაუვალობა, ეს უკვე მუცლისღუს პათოლოგიაში გადადის, იმიტომ რომ იქ ჩაჭედილია ნაწლავის მარყუჟი და თუ ოპერაცია არ გაკეთა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს აღარ არის თიაქრის ოპერაცია, ეს არის საკმაოდ ძიმე ოპერაცია, რომელსაც ჭირდება ნაწლავის რეზექცია, ანასტომოზის გაკეთება და ძალიან დიდი ხნით, 10-12 დღით სტაციონარში გაჩერება. მაგრამ როცა თვითონ თიაქარი გაურთულებელი კეთდება 40 წუთში 1 საათში მაქსიმუმ და მეორე დღეს წერთ. აი ზუსტად ეს კითხვა მქონდა, რომ ბავშვთა ქირურგიაში რა არის ყველაზე საშიში პათოლოგია, რომელსაც ელოდები, თუ რომელიც ღამის 3 საათზე გიკაკუნებს? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ის რაც შენ იცი, რომ დაუშვათ საზადურის თიაქარი არასოდეს არ ხორცდება. და თვითგაკუნებით არ თავდება განსხვავებით, მაგასაც ხშირად ვეუბნები მშობლებს ხოლმე, რომ ჭიპის თიაქარზე ლაპარაკი არ გამაგონოთ, სანამ ბავშვი 2 წელს 2 წელს არ გახდება. იმიტომ რომ ჭიპის რგოლს აქვს თავისი ალგორითმი, პათოლოგიათაც კი არ ითვლება და აი თუნდაც იყოს 2 სანტიმეტრი ან 3 სანტიმეტრი 2 წლნახევრისთვის 80-90% ჭიპი იხურება თავისით. და მის ოპერაცია არ არის რეკომენდებული და არავის შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩაჭედვაც მას უიშვიათესი ხა მე 42 წელი ქირურგი ვარ და სულ მაგ ერთხელ ნანახი ჩაჭედი ჭიპის თიაქარი ისის ბადეკონე იყო ჩაჭედი. რაც შეეხება საზადურის თიაქარს არასოდეს არ ხორცდება თავისთვის, იმიტომ რომ მაგას თავის ორგანული მიზეზი აქვს, ბუდობრივი მორჩის შეუხორცებლობა და ის ჩამოვა და ერთ ჩვენ ერთ დღეს ჩაიჭედება. ეს შეიძლება მოხდეს ღამე, ეს შეიძლება მოხდეს როცა თქვენ ხართ დასასვენებლად წასული სადღაც მაღალმთაში ან უცნობ ქვეყანაში, უცნობ მხარეში ტრანსპორტი რომ მოგიწიოთ, არ გქონდეთ ინფორმაცია, სადაც შეიძლება ბავშვთა ქირურგის ნახვა. ამიტომ ეს როცა იცი, აუცილებლად უნდა გაკეთდეს და საზადურის თიაქარიც ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგია, რომელიც ოპერაციულ ჩარავას საჭიროებს. ძალიან საინტერესო არის კიდევ ეგრეთ წოდებული ინვაგინაცია. ინვაგინაცია რა არის? ინვაგინაცია არის ნაწლავში ჩაჭედვა. ეს არის ხოლმე წორი ნაწლავში ჩაჭედვა და მე ორივე მსხვილ ნაწლავში ჩაჭედვა, ან წვრილის მსხვილში ჩაჭედვა, რამდენიმე ვარიანტი არის. საინტერესო არის ისიც, რომ ერთ წლამდე ჩაჭედვის დროს ავუხსნათ მოსახლეობას რა ხდება? ხო, მაგას ვამბობ. ამ ჩაჭედვის დროს ხდება ელემენტად გაუვალობა. ეს მთელი ნაწლავის მასა ავსებს მსხვილი ნაწლავის მთელ მას ფართობს და პრაქტიკულად გაუვალობა ვითარდება. შემდეგ თუ ეს გაგრძელდა, იქ მიდის მანკიერი წრე. ანუ ეს ნაწლავი რაც უფრო იჭედება, ის უფრო უჭერს და ის რაც უფრო უჭერს, ჩაჭედილი ნაწილი უფრო მსხვილდება. ისემია მიდის, ჩაკეტილი წრეა და საბოლოოდ ეს ყველაფერი თუ დროზე არ გაკეთდა, თავდება ნაწლავის ნეკროზით, ისევ სარეზექციო არის ნაწლავი და ისევ საკმაოდ რთულ ოპერაციას მივდივართ. მაშინ როცა შეიძლება ამის გაკეთება საწყის ეტაპზე, თუ კი მშობელი მიხვდება ამაზე, თუ კი ძალიან დიდხანს არ გააჩერებს ბავშვში და ამის სიმპტომებსაც გეტყვით, ძალიან მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს, ხო? ეხლა რაც შეეხება საინტერესო რა არის კიდე, რომ ერთ წლამდე ინვაგინაციის მიზეზი არ აქვს, უმიზეზო ინვაგინაციები ხდება ბავშვებში, რატო? საკმარისია ბავშვი მისცენ ახალი საკვები, პერისტალტიკა ძლიერდება და პერისტალტიკის ტალღა წვრილ ნაწლავში იღებს მსხვილ ნაწლავში. გაძლიერებული პერისტალტიკის ტალღა. აი თითქოს
ბურთი დაარტყესო, ისე შევარდება ხოლმე. ამიტომ სასურველია რომ ყველა შემთხვევაში ნებისმიერი ახალი საკვები, რომელსაც ბავშვის ახალი არის, ხომ უმატებენ. შეუჩვეველია, შეუჩვეველია მიიღონ პატარა დოზებით, მცირე და მზარდი დოზებით. ერთჯერად დაუშვათ ერთი კვების ჩანაცვლება, ერთი ახალი საკვებით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის უნდა იყოს ზოგადად აი ნახევარი კოვზი და ასე შემდეგ. და ესეც ისეთი საყურადღებო რეკომენდაცია არის მშობლებისთვის. ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. მეც პირველად მესმის საკმაოდ ხშირად მოდიან ეგეთის, აი დაუცად მოცვის რაღაცა ვაჭამე და იმ მოცვის რაღაცა ერთი კვება ჩაანაცვლებენ ფაფა სიტყვაზე და ორგანიზმმა მიიღო როგორც უცხო. აი ეს მართლა ანუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთი კვები ჩაანაცვლება ახალი საკვებით. ეს უნდა იყოს ნაწილობრივ. იგივე კვერცხს ამატებენ ხოლმე იწყებენ და არ შეიძლება ერთი კვერცხი მიცე ბავშვს პირველ მიცემაზე ერთი ხო, რა თქმა უნდა, რაღაცა რაოდენობით უნდა შეაპარონ. და ამის მიზეზი არის უხშირად ხოლმე ინვაგინაცია წლამდე. წლის შემდეგ როგორც წესი ინვაგინაციის აქვს უკვე გარკვეული თავისი მიზეზი. ნუ ყველაზე ხშირი მიზეზი არის მეკელის დივერტიკული. ამაზეც ვილაპარაკოთ. მეკელის დივერტიკული არის წვრილი ნაწლავის წანაზარდი, ერთგვარი დრილისებური წანაზარდი, რომელიც ბუნებაში არ უნდა არსებობდეს, დაბადები, ეგრე ყოფილი ყვითრი სადინარია, რომელთაც იკვებება ნაყოფი და დაბადების მომენტში უნდა მოხდეს მისი ობლიტერაცია. თუმცა არ ხდება ყოველთვის ობლიტერაცია, არ ხდება ნაწილობრივი ობლიტერაცია და სხვადასხვა ზომის არის 1 სანტიმეტრი დაწყებული, მე მინახია დაუშვათ 10 სანტიმეტრიანი მეკელის დივერტიკულის. ეს მეკელის დივერტიკული უკუპერისტალტიკის გამო ჩაბრუნდება და მიიყოლებს სწორი ნაწლავზე, მერე მიდის მსხვილ ნაწლავში. ამიტომ როცა წელზე მეტი ხნის არის ბავშვი, ყოველთვის უნდა ემზადო იმისთვის, რომ იქ შეიძლება დაგჭირდეს უფრო დიდი ოპერაცია, ვიდრე ნაწლავიდან გამოზრობა და გამოწვევა, ასე ვეძახით. კი ბატონო. ვიდრე ეს არის, ანუ მეკელის დივერტიკულია, მეკელის დივერტიკულით საკმაოდ სერიოზული ოპერაციაა. ეს როგორც აპენდიციტი ისე არ კეთდება და ამაშიც ხშირად უშვებენ ხოლმე შეცდომას. და განსაკუთრებით მაგ დროს ანამნეზას ვიშვებ აქ. თუ ბავშვს გონდა შავი ფერის გარნავალი ან მუქი ალუბლისფერი გარნავალი როდესმე შეგიძლიათ ეჭვი მიიტანოთ მეკელის დივერტიკულს, იმიტომ წყლულდება ის მეკელის დივერტიკული და იქიდან იწყება სისხლდენა. თუ საინტერესოა იმასაც გეტყვით, რატო ხდება ესე? ანუ მიზეზთა გამო ხდება კუჭის ლორწოვანის ექტოპირება, გადანაცვლება ამ მეკელის დივერტიკულში. იქი არის ტუტეგარემო. კუჭის ლორწოვანისთვის ბუნებრივი არის მჟავა გარემო. ამიტომ ამ მიზეზების გამო ხდება წყლულის გაჩენა და რატომ არ შეიძლება მისი როგორც აპენდიქსის ისე მოკვეთა, იმიტომ რომ ეს ექტოპირებული ქსოვილი ჩამოდის ნაწლავის შუამდეც კი. აჰა, გასაგებია. ან ეს მოხდეს სოლისებური რეზექცია, ან იმ ნაწილის თვლიანი რეზექცია, იმიტომ რომ თუ მოჭრი ესე, ჩააბრუნებ, თუ დარჩება ნაწილი, ბავშვი შეიძლება როდესმე დაეწყოს სისხლდენა და ვერ მოხვიდე, აზე საიდან არის. თითქოს ძალიან მნიშვნელოვანს გამოცდილებას, ძალიან. აი ეს სოლისებური რეზექცია კეთება, ან თლიანად რეზექცია კეთება, თუ ანთებითიც არის. ძალიან საინტერესო ტყვებით ყველაფერზე და მაინტერესებს, აი თუ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე შემთხვევას თუ აღწერთ, როდესაც აი რამდენიმე წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია, თქვათ, მაგრამ ეს გაგიაზრებიათ მერე. ანუ მორჩით ოპერაციას და მერე მივხვდით, რომ თქვენ რო 5 წუთით მეტი გეფიქრათ, ბავშვს დაკარგავდით. კი, როგორ. და გარდაიცვლებოდა. აი ჩვენ კლინიკაში მოხდა ელემენტარულად ბავშვი მოიყვანეს ღვიძლის ტრავმით, ის უცნაური ტრავმა იყო, ესე იგი ბავშვი დაჩვეულებთ ველოსიპედზე, ბორცვზე ავიდა და აფრინდა ველოსიპედიდან, ეს ველოსიპედი საჯად ადგა ვერტიკალურად და ბავშვი ეს 2-3 მეტრზე აფრინდა, პირდაპირ ღვიძლით დაეცა ამ ველოსიპედის საჭეს. ანუ იმპულსური ტრავმა იყო, მთელი ტრავმის ზალა კონცენტრირდა ერთ ადგილში, ეს ბავშვი მოიყვანეს მუხრად და გემახსოვრებათ ეს ბავშვი. უკვე რომ შემოვიდა კლინიკაში ჰიპოვოლემიური შოკი იყო, ეგრევე ავიყვანეთ ეს ერთი კომპიუტერული ტომოგრაფია გადავატარეთ და ეგრევე ავიყვანეთ ძალიან მოკლე დროში 5 მეტრში ფაქტიურად საოპერაციო იყო და ნუ წარმოიდგინეთ ბავშვი რომელსაც აქვს 3 ლიტრა და რაღაცა 200-მდე სისხლი 2.700 იყო მუცელში სისხლი და ღვიძლი იყო 5 ნაწილად გაგლეჯილი.
და იმ წუთშიც კი როცა მუსლისღლუ გაიხსნა მან ცოტა იღბალიც არის რა თქმა უნდა მოდიოდა სისხლი დიდი ნაკადით და ხა ხვილის პარენქი მაშინ როცა დიდი სიზარღვე არის დაზიანებული ხო ისიც შევარნილია შიგნით და ვერ ნახულობ ფაქტიურად და ესე თითი მივაჭერე ერთ ადგილას არ გაჩერდა თითი მივაჭერე მეორე ადგილას არის და თითი მივაჭერე ნუ მეც გამიმართლა იმ ბავშვს მივაჭერე მესამე ადგილას და გაჩერდა მე ჩემი თითის ქვეშ ვკერე რუიანისებური ნაკერი ქვია ის რაღაცა გაჩერდა მე უკვე ღვიძლის აწყობა ეგრეთ წოდებული და გაკერვა ტექნიკური პრობლემა იყო და ერთ ახორციელდა და ის ბავშვი გადარჩა და ნამდვილად ალბათ შობელი თუ მიხვდა რას გადარჩა არა მიხვდა სხვათა შორის ძალიან ისეთი ნორმალური მშობლები შეგნებული მშობლები იყვნენ მე სხვა შორის მაღაზიაში პატარა კლიპიც კი ჩაწერა ნიუ ჰოსპიტალმა თუ გახსოვთ და ის ბავშვი გადარჩა და რეალურად ხო არა მარტო ისო დაგოგვიანა ოპერას არამედ მე რო დიდი ხანი ვერ მეპოვნა ის უხილავი სიზაღვე საიდანაც დიდი ნაკადით მოდიოდა სისხლი მეც გამიმართლა რა ახლა შეიძლება მეძებნა და ვერ მეპოვო გულწრფელად თუ გითხრა ხე მან პროფესიონალი მის არაფერ შუაში არ არის ცოტა გამართლებაც არის და სულ იმას ვაბობობ ახალგაზრდა ქირურგებს ვეუბნები ცოდნა სწავლა გამოცდილება და პლუს იღბალი თორ ქირურგს ნამდვილად თქვენ როდესაც დაიწყეთ ფიქრი იმაზე რა პროფესიის გინდოდათ რომ გამოსულიყავით და გამხდარიყავით აი საიდან მიხვედით იქამდე რომ ბავშვთა ქირურგია აგერჩეთ იმიტომ რომ ყველაზე რთულია დარწმუნებული ვარ მე მახსოვს პედიატრიას როდესაც გავდიოდი ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა რომ ერთადერთი ყველაზე რთული რაც არის აქ არის ის რომ ვერასდროს ვერ გაგებინებს ბავშვი რა აწუხებსო განსაკუთრებით ახლა უფრო პატარა ასაკში უფრო პატარა ჯობია ხო უფრო პატარას ეს შიშის მომენტი არ აქვს უბრალოდ არჩევლოვნი კოზე მუცელს გაშინჯებს და სადაც ტკივა იქ ტირას იწყებს გაცილებით რთულია 1-2 წელი 3 წლის ბავშვები რომლებსაც ექიმზე კომპლექსები აქვთ ეშინიათ მუცელს ჭიმავენ აუცილებლად ეგ კიდე ცალკე თემა არის ბავშვთა ქირურგია ნუ ჯერ კითხვაზე გიპასუხებთ მე არც მახსოვს როდიდან გადავწყვიტე ბავშვთა ქირურგი ვიყავი იმიტომ რომ მე ოჯახში ექიმი არ მყავდა დედაც მასალებელი იყო და მამაც მასალებელი პედაგოგი ორ მოღვაწეობას ეწეოდნენ ორივენი ესეთი ექიმებთან დიდი მეც არაფერი ტრაუმა მქონია სიტყვაზე ბავშვობაში მაგრამ მახსოვს რომ აი სულ პატარა საიდან ჩემი თავი მახსოვს ჩემი დის დოჯინებს ვიღებდი ნემსებს უკეთებდი და ვიძახდი ბავშვთა ქირურგი უნდა გავხდე რატო ამოვიდა მას საიდან მოვიდა უცნაურია და არც მქონია ალტერნატივა მე რომ მისდებოდი და ესა ვიცოდი რომ არა მარტო ექიმი გავხდებოდი არამედ მაინდამაინც ბავშვთა ქირურგი გავხდებოდი და მე პედიატრობა მინდა და მასე ბავშვი და კინანია თოდესმე ეს გადაწყვეტილება არა იცით რა შეასაქმე არ მინანია იმიტომ რომ ჯერ ერთი როგორ შეიძლება ინანო როცა მეთი ასამდე ბავშვი მაინც რომელიც მარტო იმიტომ გადარჩენ რომ მე ვიყავ იმ წუთში შეიძლება სხვასაც გადაერჩინა მაგრამ ჩემ ხელში გადარჩენ რა და მაგის დანანება როგორ შეიძლება მეორე განსაკუთრებული ემპათია ჭირდება და რეფლექსია ჭირდება როცა ბავშვთა ქირურგი ხარ და განსაკუთრებულ რაღაცებს ჭირდება დაკვირვება ბავშვთა ქირურგისა მე მაგალითს გეტყვით ერთ რა მნიშვნელობა აქვს მაგას აი როდესაც მოდის ახალგაზრდა ძალი რომელსაც ჯერ კიდე სიტყვის ბევრი უფლება არ აქვს სახში პირველი ბავშვი მოყავს მოდის გამოცდილი ბებია მასთან ერთად და ბავშვი არის 5-6 წლის და არის აპენდიციტზე ეჭვი როცა აყოლებ იწყებს ბებია მოყოლას იცით რა არის გუშინ ცოტა 2 დღის კატალეტი ჭამა და ეტყობა მუცელი მაგიტო ეტკინა და ყოველთვის თხოვ ხოლმე რომ თქვენ გაჩვენდით დედა მომეყვეს. დედა ეს ახალგაზრდა ქირურგისთვის აი ესეთი დაწყება განაწყობს, ხო განწყობის თეორია ხო არსებობს ხო ვერ ვარყოფს ხო განაწყობს იქითკენ რომ ექიმის ფიქრები წავიდეს ხო მართლა ხო არ აწყინა რაღაცა და რა ხდება ამ დროს დედა გიყვება ზუსტად რას არის. რომ არავითარ კატლეზე არ ლაპარაკობს და თითქოს წიგში კითხულობ კლინიკურ სურათს დედა გიყვება ისე რატო განა ბებია შავებს. ბებიას აქ ინსტინქტი რომ ბავშვი გადაარჩინოს ოპერაციას. დედას აქ ინსტინქტი რომ ბავშვი გადაარჩინოს. ამიგეთ, აი ეს ხოობა და აი ამასაც კი მნიშვნელობა აქვს, რომ ვის მოусმენ, ვისგან და მიიღებ ინფორმაციას, რამდენად სწორად შეკრიფავ ანამნეზს, ძალიან ბევრი აი ელემენტარულად ზამთარში ხა, ეხა
მეტნაკლებად თბება, მაგრამ მე 90-იან წლებშიც ქირურგი ვიყავი, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცივი ხელით ეხები ბავშვ მუცელზე თუ თბილი ხელით. როგორც კი ცივი ხელს დაადე ბავშვ მუცელს, ბავშვი ქტება და მუცელს ჭიმავს, იმდენად ჭიმავს მუცელს, რომ შეიძლება პერიტონიტი გიგონოს. ხო? ნამდვილად ხელს მერე 2 წლის შემდეგ, წლინახევრის შემდეგაც კი არ არის აუცილებელი რომ შეხვა ბავშვი დაეტაკო პირდაპირ მუცელს და დაიწყო. აუცილებლად უნდა შეეგრო ანამნეზი. იმიტომ რომ სწორედ და კარგად შეგროვებული ანამნეზი არის 50%-ია დიაგნოზის. და ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ისეთ ინფორმაციას მოყრა კური, რომ იმას სხვა გზით წაგიყვანოს და სხვა ადგილას გაფიქროს, რასაც აი იმ ინფორმაციის გარეშე ვერ იფიქრებთ. და გარდა ამისა კიდე დეტალების ჩაღრმავებას აქვს მნიშვნელობა და აუცილებლად ბავშვთან უნდა ეცადო რომ შეხვიდე კონტაქტში. დაუწყო სხვა რამეზე ლაპარაკი, კითხო რამე იძლევა რაღაც რა ქვია, მაგას ცოტა ნერვებიც უნდა, ცოტა ემპათიაც უნდა, ცოტა ისიც უნდა, რომ აი დრო დაკარგო იმაში, რომ ეს ბავშვი რაღაცნაირად ხო, რომ მე სულ არ არის აუცილებელი გადაუტანო ყურადღება იმაზე, რომ მუცელს უშინჯაო. შეიძლება ელაპარაკო და ნელ-ნელა ტანსაცმელს არ აუწიო, ტანსაცმელთან დაუწყო ნელ-ნელა მუცლის შინჯვა. არა კარგი თოჯინა გაქვს სიტყვაზე, არ დაუშვათ რა კაი სახელი გაქვს, დედას რა ქვია, მამას რა ქვია და ესე უფრო გაშინჯებს და უფრო მეტ ინფორმაციას იღებს შენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. ანუ ცოტა სხვა რაღაცები ჭირდება კიდე ბავშვთა ქირურგიას რა. კი, ნამდვილად. სხვა შორის ეს ერთ-ერთი კითხვა მქონდა მეც, რომ ხშირად ამბობენ, რომ ეს არის ერთადერთი გამონაკლისი იმ სამედიცინო მიმდინარეობებში, სადაც 2 პაციენტი ყავს. ერთი არის თვითონ ბავშვი და მეორე არის მშობელი. და ამ შემთხვევაში ბავშვი ვერ აყალიბებს იმ აზრს რეალურად, რაც უნდა და შეიძლება მშობელი სუბიექტური იყოს. აი ეს რთული არის, ხო, ეს ფაქტორი. რა თქმა უნდა. თუმცა დედა მაინც ყოველთვის უფრო უკეთეს ინფორმაციას გაძლევს ვიდრე ნებისმიერი სხვა ოჯახის წევრი. სხვა და მე ხეს ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები ერთ რამეს. აი როგორი დედაც არ უნდა იყოს. აი ხო არიან ახლა სხვა ეროვნების ადამიანები, რომელიც ქართულადაც ესერად ვერ ლაპარაკობენ. თუ კი დედა აჩემებულად გიმეორებს რაღაცას, აი სრულად უაზრობაც რო იყოს, აუცილებლად მიაქცია ყურადღება. აჩემებულად დედა რომ რაღაცას გიმეორებს, რომელსაც შეიძლება ის სკოლაც არ ქონდეს დამთავრებული, იმას ინსტინქტი აქვს და ძალიან ბევრჯერ აი მაგ რჩევას და მაგ ამოსილებას ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოუწია და ისეთ რაღაცაზე მივცულვართ, რომელსაც ვერც ვიფიქრებდი. იმიტომ რომ დედას აქვს სხვა ინსტინქტი, სხვა ბმა აქვს ბავშვთან და დედას აქვს განსაკუთრებული ალღო თავის შვილს. ძალიან მნიშვნელოვანია. გადაურჩენი ხართ ბევრჯერ მაგას? კი. ძალიან საინტერესო. და არის თუ არა, აი თქვათ, რას ვეტყოდით, მშობლები ვართ ყველა, თქვათ, ვინც უსმენთ და საუბრობთ ამ თემებზე. რაიმე ისეთი აი უწყინარი ერთი შეხედვით სიმპტომი, რომელიცაც უნდა გქონდეს გამახვილებული ყურადღება, რომ ბავშვი დროულად მივიყვანოთ ექიმთან. რამე თუ არის ისეთი, აი უწყინარი სრულიად. აი მაგაზე ვილაპარაკეთ, ეს თითქოს უწყინარი მუდმივი მუცლისკივილი ბოლორესაც განმავლობაში უკვე გვეუბნება, რომ საფრთხე არსებობს და რაღაცა შეიძლება იყოს. შეიძლება სულაც არაფერი არ იყოს, მაგრამ რაღაცა იყოს. უმადობა უსწრებს ამას თუ პირდაპირ? არა, უმადობა მერე ყალიბდება ნელ-ნელა. ნუ ჯერ იწყება ტკივილი და მერე მოდის ყველა სიმპტომი, გულისრევა, ღებინება, უმადობა და ასე. ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია თუ კი დედა დაინახავს შავგანნავალს. როდესმე ძალიან ის არ შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩეს. ძალიან მნიშვნელოვანია თუ კი განავალში დაინახავენ სისხლის ზოლს. ეს შეიძლება სულაც არაფერი არ იყოს და დაუშვათ ყაბზობის შედეგად პატარა კაპილარი, მაგრამ შეიძლება ეს იყოს პოლიპის ნიშანი, სწორი ნაწლავის ან სხვი ნაწლავის პოლიპის, რომელსაც შეიძლება შემდგომში ძალიან დიდი სიზდენა მოყვეს და ესეც აუცილებლად ექიმთან უნდა მიხვიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ბავშვს აქვს კუჭის შეკრულება 5, 6, 7 დღე არ გადის და რაღაცები ჭირდება და უშოთ რომ მოხლა და ესეც აუცილებლად უნდა სპეციალური გამოკვლევა მოხდეს, იგივე ერიგოგრაფია, რომ ხომ არ არის თანდაყოლილი მსხვილი ნაწლავის გარკვეული პათოლოგიები, იგივე გეშრუნგის დაავადება და სხვა დაავადებები, რომელზეც ეხლა დაუშვათ ვერ ვლაპარაკობთ ისე დაწვრილებით, მაგრამ შემდგომში შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ანუ არის რაღაც სიმპტომები, რომელსაც აუცილებლად უნდა მიახვედროს დედა, რომ
ბავშვი უნდა მოხვდეს სამკურნალო დავწესებულებაში, უახლო სამკურნალო დავწესებულებაში. ჩვენ ვცხოვრობთ ნიმესილის ეპოქაში. მე თავად ყოველთვის, როდესაც რაღაცა მაწუხებს, პირველი რაღაცნაირი ინსტინქტი მაქვს, რომ დავლიოთ კივილგამაყუჩებელი. აი, ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება ვთქვათ? შეიძლება კივილგამაყუჩებლების უკან დაიმალოს ძალიან დიდი პრობლემა რეალურად, რომელსაც ვერ მივხვდებით ჩვენ თუ ძალიან კარგია რომ ეს მითხარით და ამასაც აღნიშნავ. პირველი რაც არ უნდა გააკეთოთ დააგეთო შობელმა, როდესაც მუცლის ტკივილზე კონკრეტულად ლაპარაკი, არ მიცეს ანტიბიოტიკი და არ მიცეს ტკივილგამაყუჩებელი, იმიტომ რომ ამით შეიძლება ძალიან წაეშველოს სურათი. მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა ესეთი, როცა ექიმსაც კი უთქვია, რომ მოდი ანტიბიოტიკი დავიწყოთ, ხო? ეგ ცალკე თემაა, ჩვენ როგორ ბოლოდად ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, ალბათ ერთი დიდი საუბრის თემა არის და სურათი წაუშლია ანტიბიოტიკებზე ჩამოყალიბებულა იქ უკვე აბსესი და აბსე ჩამოყალიბებული მოუყოლეთ ეს ბავშვი ჩვენთან უმძიმესი ინტოქსიკაციით, ხო? და მე თავში სახლელი ქონდა და შესარჩევი ქონდა ანტიბიოტიკი, რომელიც ამ ყველაფერს მოერეოდა რეალურად. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მე კიდე უკეთეს გეტყვით და შემაშფოთებელ რაღაცას გეტყვით და ეს მინდა რომ შობლებმა იცოდნენ, ძალიან პოპულარულია 10, 11, 9 წლიდან 7 წელს ასე ნიმესილის მიცემა. მაღალი სისხლისով ნიმესილის აი გეუნებით პირდაპირ, რომ ნიმესილის მიცემამ ბავშვთა ასაკში პირდაპირ შეიძლება გადააყენოს სასიკვდილო ლეტალური გამოსავლის სასიკვდილო შედეგი. კატეგორიულად არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ თქვენ სურათს აგიშლის, ამას შეიძლება რეალურად გამოიწვიოს კოაგულოლოგიურ სისტემაში ისეთ ცვლილებები, რომ სიკვდილი დამთავრდეს ერთი პაკეტი ნიმესილის მიღება ბავშვებისთვის. კი ბატონო. ეხლა უკვე დასასრულისკენ მივდივართ ნენელა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და აქტუალური თემა, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს, არის ეს დიუშენის სინდრომთან დაკავშირებული ამხელა ამბავი, ხო? რაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ლეგიტიმურია ამ მშობლების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით აი 1-2 სიტყვა რო ვთქვათ, ზოგადად ამ დაავადებაზეც რო ვთქვათ და თქვენი აზრით რო გითხრათ მერე უკვე. ნუ ზოგადად ამ დაავადებაზე ეს არის იშვიათი დაავადება, თუმცა არც თუ ძალიან იშვიათი ხა, არის უფრო იშვიათი დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო სტატისტიკა არის ეგეთი, რომ 3500-დან 5000-მდე დაბადებულ ცოცხალ ვაჟში ერთს აქვს, ნუ გოგონებში პრაქტიკულად არ არის, ეს არის X ქრომოსომასთან შეჭიდული დაავადება და ნუ ძირითადად ბიჭები ავადმყოფობენ და არ არის, ნუ იშვიათი ხა საქართველოს დიდი არ არის და 100-მდე ბავშვია მაგ დაავადებით, ხო? არც თუ ისე იშვიათი არის. რაც შეეხება დაავადების განვითარებას, მათ ძალიან მნიშვნელოვანია, ნუ მანდ რა ხდება ხა? ხდება ერთ-ერთი ფერმენტის არარსებობა გენეტიკურ დონეზე, რომელიც იწვევს კუნთების დამცავი ბარიერის დარღვევას. კუნთების დამცავი ბარიერის დარღვევის შედეგად ვითარდება ამ კუნთების დესტრუქცია, ხდება ჩანაცვლება ან ცხიმოვანი ქსოვილით ან შემაერთება ქსოვილით, შემდგომში უკვე ხდება სკოლიოზები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ ხა ეს რო არ ეგონოთ, რომ ეს მარტო სირბილზეა ლაპარაკი, ჩვენ მოსმენებმა და მაყურებელმა რო იცოდეს, გულის კუნთი არის, მერე ხდება გულის უკმარისობა, დილატირება ხდება გულის კუნთის, დიაფრაგმაც კუნთია, რომელიც ჩვენ სუნთქვაში გვეხმარება, ჩასუნთქვა ამბოსუნთქის მისი ეგრეთ წოდებული რელაქსაციაც ხდება და ამ ადამიანებს, ამ ბავშვებს დროთა განმავლობაში არა მარტო მოძრაობის ფუნქცია ერღვევათ, არამედ სასიცოცხლო ორგანოების ფუნქცია ერღვევათ, მათ შედებათ ხელოვნურად მხარდაჭერა როგორც სუნთქვის, ასევე გულის და ასე შემდეგ. ეხლა მათ ყველაზე საყურადღებო ალბათ ისაა, რას უნდა მიაქციოს შობელმა ყური. ბავშვი წლინახევრიდან 2 წელს ასაკამდე თუ არ ცდილობს სიარულს, ან ცდილობს და არ გამოსდის, ან ეგრეთ წოდებული იხვისებური სიარული არის, მისაქცევია უკვე ყურადღება, თუ განსაკუთრებით უჭირს ბავშვს კიბეებზე ასვლა, თანატოლებთან თამაში მერე და მერე, ძალიან საიმედო და კარგი ტესტია, რომელიც
უნდა აგვინთოს სასიგნალო ნატურა ეგრეთ წოდებული კრეატინკინაზის განსაზღვრა, რომელიც განისაზღვრება ძალიან ბევრ კლინიკაში, მათ შორის ნიუ ჰოსპიტალში წარმატებით ხდება 10,000 ჯერ მომატებულია ხოლმე ეს კრეატინკინაზა, თუმცა ეს არ არის საბოლოო დიაგნოზი, იქ რა თქმა უნდა გენეტიკური ტესტი უნდა ჩატარდეს, რაც შედარებით რთულია და უფრო მეტსახზე, მაგრამ ეს არის პირველი სასიგნალო, რომელიც დიდი ალბათობით გვეუბნება, რომ შემდეგი კვლევა არის საჭირო. რაც შეეხება ამ დაავადებას, საკმაოდ ძიმე დაავადება, წამალი ამ დაავადების როგორც ასეთი დღეს სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ არის პირობები და არის ხელშეწყობა, მათ შორის ეხა რო არის ლაპარაკი ხო, წამლებზე, იქ არის დაუშვათ ერთი წამალია, რომელიც უშუალოდ გენური კოდის შეყვანაზეა ლაპარაკი, რომელიც სადაო არის, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ არ მიიღო, რომელსაც ძიმე გართულებები აქვს ღვიძლის მიერ და ღვიძლის ცეროზის განუვითარდა რამდენიმე ბავშვს, მაგრამ არის ახალი თაობის სტეროიდი, მაგათი კლასიკური მკურნალობა სტეროიდებით არის მაინც, მაგრამ ეხლა არის ახალი ტიპის სტეროიდები, ეს ტარგეტირებული მოქმედებით, ეს და არასტეროიდებით ახალი ტიპის, რომელიც საკმაოდ ძვირია, ახალი პრეპარატებია და მისი უსაფრთხოება და მისი მოხმარება კაიხანია დაწყებული ევროპის ქვეყნებში, მიღებული არის ევროპის ასოციაციების და ამერიკის ასოციაციების მიერ და არავითარი უკუქმედებას და მავნექმედებაზე ლაპარაკი აქ აბსოლუტური სისულელი არის რა. ანუ უნდა მოხდეს დიფერენცირება. ერთი იხმარება 4 წლიდან, მეორე იხმარება 6 წლიდან, იმის მიხედვით დადის თუ არა, მაგრამ ეგ უკვე კონკრეტული სპეციალობის საქმეა. ამდენი ხანის განმავლობაში შეიძლება გაკეთებულიყო ექსპერტთა პანელი ელემენტარულად, ამ ექსპერტთა პანელი, რომელიც კონკრეტულად მუშაობენ იშვიათ დაავადებებზე, ესე ტიპის დაავადებებზე, გამოიკვლია თითოეულ ბავშვს და თითოეულ ბავშვზე კონკრეტულად ეთქვათ, რომ რომელი წამალი შეიძლება ამისთვის, რომელი წამალი ჭირდება ამას და თუ არის ისეთი ბავშვი, რომელსაც სასიცოცხლო საფრთხე აქვს, აი ეს გენეტიკური ტიპის წამლებზე, ის თავისუფლად შეიძლება თუნდაც კვლევაში ჩართულიყო და ის ორგანიზაციები, ვინც ეგ წამალი გამოუშვეს, სიამოვნებით დათანხმდებოდა კვლევაზე, იმიტომ რომ ეს კვლევა მას უზარმაზარი თანხაუჭა თუ კი თანხმობით კვლევა იქნებოდა, მაგის ორგანიზება შეიძლებოდა სახელმწიფოს როლი და ფუნქცია და სწორედ მაგაში არის. როგორ მიხედო ეგეთ ადამიანებს ბიბლიიდან არის მოიხსენებათ, თუ გადაარჩენ ერთ ადამიანს, გადაარჩენს მთელ სამყაროს. ეგრეა. ერთი ადამიანის გადარჩენა ფულით და რაღირს არ ითვლება, იმით ერთი ადამიანის გადარჩენა მართლაც არის მთელი სამყაროს გადარჩენა, ხო? იგივე ჰოუკინგის მაგალითი რომ ნახოთ ჩვენ, ჰოუკინგს ახლა საქართველოში ჩაიქნებდა ხელა მას არაფერი შეიძლება ადამიანმა აინშტაინის ფიზიკა შეცვალა, ხო? და უზარმაზარი აღმოჩენები გვაჩუქა და დაგვიტოვა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. და ამ შემთხვევაში ლევან რა კლავს ოჯახს თვითონ დიუშენის დაავადება თუ ის ბრძოლა, რომელიც ამ დიაგნოზის შემდეგ უწევს ჯანდაცვის სისტემასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მაგათ მეტი პრობლემა აქვს, სოფო. წარმოიდგინე, ამ ბავშვებს ჭირდება ფიზიოთერაპია, მომლელი, სკოლიოზები ვითარდებათ, რომელსაც ხანდახან ოპერაციული კორექცია შველის. შემდეგ ჭირდებათ ხელოვნური აპარატის თქვა, ტრახეოსტომის ჩაყენება. ამას მოვლა უნდა, იმოვლა სპეციალისტი და რომელიც შობლი ჯიბიდან, ნუ თუ ჩვენ სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლებიც მილიონიანი მანქანებით დადიან, $1,000,000 მანქანებით რეალურად დადიან, იმის პრობლემა აქვს, რომ აი ეს 80 ბავშვია თუ 85 ბავშვია თუ 100 ბავშვია, ვისაც ჭირდება ეს ხელოვნური აპარატზე ყოფნა და ჭირდება სპეციალურად მომზადებული ადამიანის ეგთან იქნება თუ ექიმი, აი მას ხელფასი გადაუხადოს და მშობლის გასაკეთებელი არ გახდეს, რომელსაც შეიძლება პოლიტექნიკური ინსტიტუტი დამთავრებული იყოს სიტყვაზე და ასეპტიკა, ანტისეპტიკის წარმოდგენა არ აქვს. ეს არ უნდა იყოს სალაპარაკო თემა და 2 თვე და 3 თვე მშობლები არ უნდა იჯდნენ ხამი არ უნდა ათენებდნენ კანცელარიის წინ სიცივეში და ყინვაში და ამის შემდეგ არ უნდა მიიღოს მთავრობამ და დაელაპარაკოს. მთავრობის და ხელისუფლების პირდაპირ მოვალეობა როს სანამ მშობელი მივაგა ეგეთი ის მივიდეს ამ გაჭირებულ ადამიანთა და ის გაერკვეს მის პრობლემებს. მეტი არაფრისთვის არ ვქირავთ ჩვენ მთავრობას, ხო? ეს ავიწყდება ხანდახან მთავრობა არის ჩვენი ნაქირავები ადამიანები ისიც თუ გვაცალეს ვიქირავთ
რომელსაც ჩვენი გადასახადები ჩვენი შრომიდან ნაწილს ვაძლევთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი მოთხოვნილები, რომელსაც ჩვენ ვერ გაუკეთებთ ორგანიზაციას, მათ გაუკეთონ ორგანიზაცია და გააკეთონ რაც გასაკეთებელი. ნამდვილად. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა დგას ახლა და ამას რო არ შევხვდებოდით, არ შეიძლებოდა ამ თემას, როდესაც პედიატრიას მარტო ამ წამლებზეა ლაპარაკი და არც იშვიათი დაავადების მქონე ყველა ბავშვი არ არის ლაპარაკი. იმათ დაუნის სინდრომი ბავშვის ეხლა ხან დაიწყო რაღაც პროგრამები. მანამდე იყო რომ იგი medical house-ი მაგალითად, როცა გავიგეთ რომ ამ ბავშვებს სკოლებსა უფასოდ უტარებდა medical house-ის სკოლებებს, ხო? ძალიან ბევრი საჭიროებები აქვს, რომელსაც მშობლის შემოსავალს აღემატება 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ, 10-ჯერ და მეტჯერ რა. და ეს ადამიანები განწერულები არიან დასაღუპად, თუ სახელმწიფო აქტიურად არ შეერია მათი მაშინ. იგივე დუშენის სინდრომის მქონე ადამიანები 40 წლისა და მეტი სახლდებიან დასავლეთში, სადაც შესაბამისი მოვლა არის. კი ბატონო. გეთანხმებით. კარგია რომ ამ თემას შევეხეთ ნამდვილად. ამით დავამთავროთ დღევანდელი საუბარი. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ეს ამ თემებზე მე მგონი არ ვსაუბრობთ. ღრმად ყოველ შემთხვევაში არ საუბრობენ. უფრო ზედაპირულ ინფორმაციას ვაწვდით ხოლმე სოციალური ქსელებიდან და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანით და გვესაუბრეთ. თქვენი ცოდნა და ამ ხელგამოცილება რომ გაგვიზიარეთ. მე მინდა მაყურებელს ვუთხრა რომ ერთ-ერთმა ჩვენმა ძალიან კარგმა მაყურებელმა გამოგვიგზავნა საჩუქარი და მინდა რომ გავხსნა ახლა ეს თქვენთან დასწრებით. ჩვენ მართლა არ გაგვიხსნია და ვნახოთ რა არის. მეც მაინტერესებს. მე მგონი თავის ტვინის ანატომია არის. არა, გული. ვაიმე რა სილამაზე. ძალიან სიმპათიურია. ძალიან სილამაზე. გაუხედით გულს. კი ბატონო, ხშირად ვიყენებთ ხოლმე ჩვენს რილსებში გულს როგორც smiles და ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საჩუქრისთვის, ასევე მადლობა რომ უყურებთ ჩვენს პოდკასტს. ვეცდებით კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო სესიების შემოგთავაზოთ და ველით თქვენგან აქტიურობას.